ორდღიანი მუსიკალური ფესტივალის ოქსიგენის მთავარი მუსიკალური დღე რუსთავში სრული ანშლაგით დაიხურა. ქალაქის ისტორიულ ციხესთან მოწყობილ მთავარ საფესტივალო სცენაზე მაყურებლის წინაშე ჯგუფი დესპანი და ჯეობიტ პროდაქშენი, ფრანი ოჩოსკოხი, მურო გაგოშიძის ქორეოგრაფიული შოუ და ჯგუფი რეგიონი წარსდგნენ. ფესტივალი 5 ივლისს მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით დაიწყო, სადაც სკოლის 163 კურსდამთავრებულმა მერიის ფულადი ჯილდო და სხვადასხვა სახის საჩუქარი მიიღო. ოქსიგენ ფესტი რუსთავში მეოთხე წელია იმართება. ოქსიგენი წელს ეხლა მეოთხე თუღებს მაყურებელს, მსმენელს, პარკის ვიზიტორებს, კარს. ამჯერად დასწრება თავისუფალია და პირველი პრეცედენტია და ალბათ ესე ხშირად არ იქნება, ანუ ეხლა გვაქვს საშუალება რომ ყველამ დავესწროთ იმას, რაც მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა. განწყობა არის ბრწყინვალე. განწყობა არის საუკეთესო, იმიტომ რომ მართლა ისეა, რომ შერჩეულია ყველა ასაკის ადამიანისთვის, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მაღალთავებისთვის, იმიტომ რომ ნახე, რომ ყველა ერთობა ერთნაირად ყველა ასაკის ადამიანი. ფესტივალი ოქსიგენი უკვე 4 წელიწადია, რაც რუსთავში იმართება. ამ დღეს მოუთმენლად ველოდები ხოლმე. მოსული ვარ ოჯახის წევრებთან ერთად, რომ გავერთო, ვიხალისო და ძალიან პოზიტიურ ემოციაში ვარ და აქ ყოფილი ყველა ადამიანი ბედნიერი.